კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაც. სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს, საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოდიშვილი. დაგლოცეთ მოგესალმებით. დაგლოცოთ ღმერთმა მოგესალმებით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ყოველ ორშაბათს ჩვენი მაყურებელი უკვე შეჩეულია ძალიან კარგი ტრადიციას. მე ვფიქრობ, რომ მოძღვარი მობრძანდება და კვირას საკითხულ სახარებაზე საუბრობთ ხოლმე, განმარტავდა იმ განსაკუთრებულ აქცენტებს, ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, რაც იყო, იმიტომ რომ ყველა სახარებაში, ყველა თავში, ყველა სიტყვაში ჩადებული რაღაც მარცვალი რაც უნდა გავიგოთ ჩვენ და ბუნებრივია ვინ და მოძღვარი ამას ყველაზე კარგად გადმოგცემს. შევახსენოთ ტრადიციულად ჩვენს მსმენელს და მაყურებელს თუ რომელი თავი იქნა საკითხული სახარებიდან და რას გულისხმობდა ის სახარება. სიამოვნებით შევეცდებით თქვენთან ერთად გავიხსენო გუშინ საკითხული სახარება, იმიტომ რომ ყოველთვის თითქმის ასე ვიწყებ ხოლმე, რომ არ არის არაფერი შემთხვევითი და მით უმეტეს ეკლესიაში როდესაც რაღაცა ღვთისმსახურებას ეხებოდა, რაღაც შერჩეულია, ვთქვათ, რა უნდა იკითხებოდეს ამ დღეს. სახარების ან ბიბლიუს რომელი სიუჟეტი უნდა იკითხებოდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის შემთხვევითი და ეს საკვირაო სახარება გახლავთ მათეს მიერ მოთხრობილი ძალიან მოკლედ გადმოცემული ორი ბრმის განკურნებისა და ერთი ყრუმუნჯის განკურნების შესახებ, რომელიც მაცხოვარმა აღასრულა. თითქოს ერთი შეხედვით უჩვეულო ამაში არაფერია, იმიტომ რომ სახარება მისე მიგვაჩვია ჩვენ მაცხოვრის მიერ აღსრულებულ სასწაულებზე, რომ არც ბრმის განკურნება გვიკვირს მის მიერ და აღარც ყრუმუნჯის ალაპარაკება გვიკვირს, მაგრამ მე მინდა რამდენიმე ნიუანსზე გავამახვილო ყურადღება. თუმცა კი ჯერ მაინც შინაარსს გეტყვით სახარებისას და მინდა რამდენიმე ნიუანსზე გავამახვილო ჩვენი მაყურებლის ყურადღება, რომელსაც შეიძლება ვკითხულობდეთ სახარებას, მაგრამ არ მიგვიქცევია ყურადღება და ამ ყურადღებას გვაქცევინებენ ჩვენი წმინდა მამები, რომლებმაც მადლობა ღმერთს, რომ სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა რაკურსით შეიძლება დაგვანახონ წმინდა წერილის სარგებლობა თითოეული ჩვენგანისთვის. სახარების შინაარსი გახლავთ შემდგომი. რომ ორი ბრმა ადამიანი მისდევს მაცხოვარს, ყოველთვის მას ძალიან ბევრი ხალხი ეხვია ირგვლივ, მოგეხსენებათ, როდესაც მან ქადაგება დაიწყო და სასწაულების აღსრულება დაიწყო და ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბებოდა მის ირგვლივ, ისე რომ ჩვენ ერთი ეპიზოდი გვახსოვს, რომ სახურავი გადახადეს სახლს, როდესაც შიგნით ვერ შედიოდნენ, რომ ავადმყოფი მieყვანათ მასთან, ასე რომ ხალხის სიმრავლე არ არის საკვირველი და ორი ბრმა რო გაიგებს, რომ მაცხოვარი მოდის, აი ესე ღაღადებით ხმამაღალი ყვირილით მოძდებენ უკან და ითხოვენ, რომ ძეო დავითისო შეგვიწყალენ ჩვენ. იესო ძეო დავითისო შეგვიწყალენ ჩვენ. ნუ მაცხოვარი თითქოს არ აქცევს ყურადღებას, რაღაცა იგნორია ამ გამოძახილზე არ პასუხობს და როდესაც სახლში შევა დაუძახებს მერე და ეტყვის, რომ თქვენ გჯერათ, რომ ეს შემიძლია, რომ თქვენ თვალი აგიხილო და ისინი ეტყვიან, რომ კი ვგჯერა. და ეუბნება, რომ აი თქვენი სარწმუნოებისაებრი ყავს ეს და მათ აიხილებათ თვალი. ამის შემდგომ პირდაპირ წერია, რომ გააფრთხილებს მათ, რომ აი არსად არ თქვათ ეს ამბავი. ამის შემდგომ მოყავთ უკვე მასთან ყრუმუნჯი ადამიანი, რომელსაც შეეხება და ალაპარაკდება ეს ადამიანი და ხალხში დაიწყება ბჭობა, რომ ერთნი ამბობენ, რომ აი ასეთი სასწაულები ჯერ არასდროს არ მომხდარა იერუსალიმში, მეორე ფარისევლების მხარე ამბობს, რომ ეს ეშმაკეულია და ამითი აკეთებს აი ამ სასწაულებს. და მაცხოვარი მიდის და განაგრძობს მოივლისო მთელ სოფლებსო, ქალაქებსო და განკურნებდა მრავალ გლახაკთავ. აი ეს გახლავთ ამ სახარების შინაარსი, რომელიც როგორც უკვე გითხარით, სხვადასხვა კუთხით შეიძლება დანახული იყოს ძალიან სასარგებლოდ ჩვენი სულისთვის და რატომ უნდა დავესესხოთ ჩვენ აი ამ წმინდამებს, იმიტომ რომ რაღაცას ჩვენ გამოცდილებით ვსწავლობთ. სხვაგვარად შეუძლებელია, რომ ადამიანი ხარ, რომ დაიბადება, რაღაცა თუ არ ისწავლა გამოცდილი ადამიანისგან, ვისაც გაუკეთებ ხა ელემენტარულად ქალბატონებმა საიდან შეიძლება ისწავლონ, ხა დედის მუცლიდან ხوار დახვებათ, როგორ გააკეთონ სადილი. ამას დედები ასწავლიან, იმ დედებს ხო მისმა დედებმა ასწავლეს კიდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ნებისმიერ ამ საქმეში, როდესაც რაღაც ჩვენ გვაინტერესებს, იმ გამოცდილ ადამიანებს უნდა მივენდოთ, მივებაროთ უბრალოდ, რომლებსაც ეს ყველაფერი გავლილი აქვს. ესენი გახლავთ ჩვენთვის ის წმინდა მამები, რომლებმაც დეტალურად, ბუკვალურად შეიძლება ითქვას განმარტეს ჩვენთვის წმინდა წერილი. რა არის ყურადღება მისაქცევი აი ამ სახარებაში. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქედან, რომ რა არის ეს იგნორი, რომ მაცხოვარი მაშინვე არ ეპასუხება მათ, რომ მოძდებს ეს ორი ბრმა და რა არ ეწოდება რაღაცა სიბრალულის გრძნობა არ აქვს. არა, პირიქით არის ეს მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მაცხოვარი ყოველთვის ცდილობს
რომ სასწაულებს აღასრულებს, ქადაგებს თუ ნებისმიერი მისი სწავლება, აი სახარებისეულ ტექსტში რომ საკითხულობთ, რომ აღაღო პირი და ასწავლებდა. რაში სჭირდება, თქვათ, ამ ტექსტის ესე დაწერა? პირი აღაღო და ასწავლებდა რა, აბა სხვანაირად როგორ უნდა ესწავლებიან? სინამდვილეში სხვანაირად ასწავლიდა. პირ გაუღებლადაც ასწავლიდა, თავისი ცხოვრების წესითაც მასწავლებელი იყო მაცხოვარი. შესაბამისად, როდესაც ეს წერია რომ ის ამ შემთხვევაში არ აქცევს ყურადღებას, რაღაცა მნიშვნელობა აქვს ამას და ეს მნიშვნელობა გახლავთ ის, რომ საფეხურებრივად რაღაცა სულიერ სიმაღლეზე უნდა აიყვანოს ეს ადამიანები, იმიტომ რომ კი ძეო დავითისო ესე მიმართავენ მას, მაგრამ ძეო დავითისო ეს მიმართვა ძალიან ისეთი საპატივცემულო მიმართვა იყო, რომ დავითის ძეობილობა მესიას ნიშნავდა, მესიას ელოდებოდნენ დავითის შტოში. შესაბამისად მიმართავენ როგორც მესიას, მაგრამ ჯერ გაცნობიერებული კი არ აქვთ რომ ეს მესია. ჩვეულებრივი მკურნალი გონიათ ეს. მკურნალი, რომელსაც კურნება შეუძლია ადამიანისა. მაგრამ მიმართავენ იმიტომ რომ ჩვენც ხომ გვაქვს ახლა რაღაც ტიტულატურა შეიძლება გქონდეს რაღაც ადამიანის თანამდებობის გამო და მიმართავდეთ, მაგრამ არ მიგვაჩნდეს ეს ადამიანი ამ თანამდებობის ღირსად, მაგრამ ნუ ზდილობის და ეტიკეტი მოითხოვს რაღაც ადამიანური ურთიერთობისა, რომ მას ამ ტიტულატურის მიხედვით უნდა მიმართო. ხომ ეს ბუნებრივი მდგომა დაახლოებით ესეთი ამბავია ამ რმებთან დაკავშირებით და ესენი რომ მოდიან და ღაღადებენ რომ აი ძეო დავითისო შეგვიწყალდა ძეო გზაში ალბათ ფიქრობენ რომ როგორ ეხა ამ ადამიანს რომ ესეთ ლეგენდებს ყვებიან ესეთი კაცია რომ დადის და გაჭირვებულებს ეს ეხმარება როგორ ყურადღებას არ გვაქცევს ამიტომ მასთან უკვე სახლში შესვლა და შიგნით დაძახება მათი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის იმიტომ რომ ისინი უკვე სხვა სიმაღლეზე ადიან სხვა განცდაეუფლებათ, როდესაც მაცხოვარი ეკითხებათ, რომ თქვენ გჯერათ ამისი, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება. იმიტომ რომ ამისი თუ გჯერა, რომ კაც შეუძლია შენთვის თვალის ახელა, ეს ჩვეულებრივ მკურნალს აღემატება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასეთი სასწაული მე მგონი დღევანდელ მედიცინა რაღაცა ისეთ ჩვენი ცივილიზაცია, რომ ისეთ წვერვალებს ეპოტინება, რა ვიცი, გადაუნერგავს ადამიანს გულს და მე მგონი უკვე თავის გადანერგვაზეც კი ლაპარაკობენ. თვალის ახელა ესე და ხო და შობიდან ბრმას რომ თვალი აუხილონ ესეთი რამ მე მგონი ჯერ არ მოუხდარა ასე რომ ამისი აღიარება რომ ადამიანს შეუძლია ვისაც ესაუბრება ამ შემთხვევაში ეს ორი ბრმა რომ შენ შეგიძლია ჩვენთვის თვალის აღიარება ფაქტიურად ღვთაებად აღიარება ამისი ანუ ღმერთად აღიარება არის და სწორედ ამ სიმაღლემდე ასაყვანად სჭირდებათ ის რომ მთელი გზა მოდიან და მაცხოვარი მათ იმიტომ რომ მაშინვე რომ მოტრიალებულიყო და მათ თვალები გახელოდათ ისინი ისევე წავიდოდნენ და ჩათვლით რომ ეს არის ჩვეულებრივი მკურნალი და ამით მორჩებოდა ყველაფერი არა ისინი მიხვდნენ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მკურნალი და კიდევ რითი დასტურდება ეს ამბავი. როდესაც მაცხოვარი მათ ეუბნება რომ ეს ამბავი არსად არ თქვათ, აი რატომ ეუბნება, ყოველთვის შეიძლება გვაკვირვებდეს ეს რომ რატომ პირიქით ხომ უნდა გავრცელდეს ხმა ამის შესახებ და ყველამ ხომ უნდა გაიგოს ამის შესახებ რომ ეს არის ესე იგი განკაცებული ღმერთი რომელიც ესეც სასწაულებს ჩადის. სინამდვილეში არ არის სასარგებლო რომ ეს ამბავი ესე იქნას გაგებული გარეთ. განკაცებული ღმერთის შესახებ კი არა, რომ მას ესეთი კურნება შეუძლია. არ არის ეს კარგი და იცით რა მაგალითი მახსენდება. მე არ მახსოვს კახა თქვენ იყავით თუ არა მაშინ სტიქარში, უწმინდესთან მსახურობდით სიონში, მე სტიქაროსანი 15 წლის უკანდელ ამბავს ვიხსენებ და ვიღაცა წირავდა ფუნთუშებს. ძალიან გემრიელ ფუნთუშებს, ასეულობით ფუნთუშა მოქონდათ ყოველი პატრიარქის წირვაზე. უწმინდესი ამას აკურთხებდა და ურიგებდა ხალხს. და ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ამის გამო. აი ძალიან ბევრი მე ჩვენ სტიქაროსნები ვიყავით და ჩვენ თვითონ ურიგებდით და ვიღაცები მოდიოდნენ სწორედ იმ დროს, როდესაც უნდა დარიგებულიყო ფუნთუშა და რომ თუ თქვა აღარ შეხვდებოდა ძალიან გულდაწყვეტი რომ ფუნთუშა აღმოჩნდა რომ ფუნთუშის გამო მოდიან ადამიანები და სწორედ ეს მდგომარეობა, როდესაც მაცხოვარი ეუბნება რომ თქვენ არ უნდა თქვათ ეს ამბავი, არ უნდა თქვან რატომ, იცით რომ მთელი საზოგადოება, მთელი მსოფლიო მოაწყდება იესო ქრისტეს და ერთი მიზნისთვის, რომ ეს არის მკურნალი, რომელსაც შეუძლია ადამიანის კურნება, რომ თვალი აუხილოს, რომ თქვათ კოჭლს ფეხი გაუმართოს და რომ თქვათ ყრუს სმენა მისცეს და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი მიზანი დაავიწყდებათ, ისევე როგორც თქვათ ამ ფუნთუშაზე მომსვლელ ადამიანებს, რომ აქ პატრიარქის წირვა არის უმთავრესი. აქ ხომ საკვირაო წირვა არის უმთავრესი და ფუნთუშა არის მე საჩუქარი რაღაცა ის რომ გაგიხარდება რომ პატრიარქმა ამითაც კი დაგაჯილდო, მაგრამ ის უმთავრესი გამოტოვებულია და ამაზეა გადაგებული მთელი ჩვენი ესე იგი რაღაცა მონდომება და წვა და აბა იქ რიგში დგომა რომ ეს ფუნთუშის გარშ განაშიოდათ ამ ადამიანს შეიძლება ბევრს მართლაც ჰქონდა ამისი გასაჭირი და
ამიტომაც მოდიოდა სულ არ არის ეს გასაკვირი, მაგრამ ძალიან ბევრს არანაირი გასაჭირი არ ქონდა ამ ფუნტუშას გავიდოდა და გვერდზე მაღაზიაში იყიდდა. მაგრამ უნდოდა რომ პატრიარქის ხელიდან მიეღო და სწორედ ეს იყო მისი დანაშაული. პატრიარქის ხელიდან ზიარების მიღებას კი არ ცდილობდა, მისი ქადაგების მოსმენას კი არ ცდილობდა, ამ სიტყვის გაგებას და წირვის მოსმენას კი არ ცდილობდა. ფუნტუშის მიღებაზე იყო მთელი პრობლემა და აი ეს მდგომარეობა ხშირად ჩვენ შემთხვევაში, როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ ეს ამბავი არსად არ თქვათ, ეს ამას ნიშნავს. სწორედ რომ მოვა მთელი მსოფლიო მოვა მის სანახავად, ოღონდ მის სანახავად არა როგორც განკაცებული ღმერთისა, რომ ეს შეიცნონ, როგორც ამ ბრმებმა გააცნობიერეს, რომ შენ შეგიძლია ჩვენთვის თვალისახელა ამას ეუბნებიან, ანუ ღმერთი ხარ ფაქტიურად ამას აღიარებენ, აი ეს პრობლემა არის, რომ ეს ადამიანები ხშირად ამას არ გააცნობიერებენ ხშირ შემთხვევაში და ჩამოვლენ მხოლოდ იმისთვის, რომ ეს არის ჩვეულებრივი მკურნალი და აი ამ წარმოდგენით შეიძლება დაუბრუნდნენ ისევ თავიანთ სახლებს და რაც დაღუპვა იქნება სულიერად მათთვის, იმიტომ რომ მკურნალს შეიძლება მადლობაც გადაუხადო, ანაზღაურებაც მისცე, ყველაფერი, მაგრამ ერთია მკურნალი, მეორეა სულის გამომხსნელი, რომელზედაც ჩვენ უნდა გქონდეს ორიენტირი, რომ რა გააკეთა მან ჩვენთვის, რომ ჯვარს გაეკრა და ჩვენი ცოდვები ჯვარზე აიტანა. ასე რომ დაუბრუნდები ისევ სახარებისეულ თემას რო არ გავცდეთ და გავაგრძელებ. ამის შემდგომ იმ ყრუმუნჯის განკურნება ხდება, მასთან გასაუბრება ბუნებრივია ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ყრუმუნჯი იყო და როდესაც განკურნა მაცხოვრმა ამის შემდგომ თუ ისაუბრებდა ბუნებრივია, მაგრამ ძალიან საინტერესოა ასევე ყურადღება მისაქცევი ერთი მომენტი, რომ ხალხის გაყოფილი აზრი. ვიღაცა ამბობს, რომ ეს არის ძალიან დიდი სასწაულები, რომელიც ხდება და ეს რაც თქმა უნდა ღვთისგან არის, მეორე გახლავთ ფარისეველთა ესეთი ნათქვამი, რომ აი ეშმაკის მთავრის სახელით ახდენს ის აი ამ სასწაულებს. და ამ დროს ასაკეთებს მაცხოვარი. მიდის, მოივლის სოფლებსა და ქალაქებს და აგრძელებს აი ამ საქმის კეთებას, განკურნებას, ქადაგებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ერთი ფილოსოფოსის ნათქვამი სიტყვები მახსენდება, დასახული მიზნისაკენ, როდესაც მიდიხარ. თუ ყველა ძაღლს ქვისროლას დაუწყებ, რომელიც შემოგყებს ამ გზაზე, ვერასდროს ვერ მიაღწევ ამ მიზანს. და მაცხოვრის პრინციპით სწორედ ეს იყო. იქ ვის რა აზრი ქონდა და ვინ რას ლაპარაკობდა მასზე, ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ უმთავრესი საქმე იყო აღსასრულებელი. ეს უმთავრესი საქმე იყო ღვთის სიტყვის მიტანა თითოეულ ადამიანთან. იმიტომ რომ იმ ბრმა ადამიანის ამ სულიერ სიმაღლეზე აყვანა, იმ ყრუმუნჯისთვის თქვათ უკვე განკურნება, რომ ისიც ღვთის სიტყვას მოისმენდა, რა თქმა უნდა, მისგან მაცხოვრისგან, თუმცა კი აქ არ არის მის შესახებ სხვა არაფერი ნათქვამი გარდა იმისა, რომ განიკურნა და სხვა უამრავი სასწაულები, რომელსაც მაცხოვარი აღასრულებდა და დადიოდა და ქადაგებდა და შეაგონებდა საზოგადოებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ეხლა რომ დარჩენილიყო აქ და ამათვის პასუხი გაეცა და იმტკიცებინა არაბატონო მე ეშმაკეულით არ განკურნა, ანა მეორე адам კი ნამდვილად ესე არის და ამის მტკიცებისთვის რომ დარჩენილიყო, ჩათვალეთ რომ აი ამ ერთ სოფლიდან ვერასოდეს ვერ გააღწევდა ან იმ ქალაქიდან, რომელშიც იმყოფებოდა და დარჩებოდა მხოლოდ რაღაცა ამ შემოსავ დადის მთელ ქვეყანაში და აკეთებს აი ამ საქმეს მიუხედავად იმისა, თუ რას ლაპარაკობენ მასზე. ასე რომ ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის საუკეთესო მაგალითი, რომ სიკეთის კეთება და რაღაც აი ამ ჭეშმარიტების მსახურების დროს არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ ცდილობს, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ხელი შესლა. როდესაც აქებენ ადამიანს, ხშირ შემთხვევაში ეს უფრო მეტად ხელი შემშლელია, იმიტომ რომ ეს ქება და დიდება, რომ ვაიმე რა კარგ საქმეს აკეთებდა, როგორ სიკეთეს ემსახურები, ძალიან ხშირად ადამიანს აკავებს ამ სიკეთეში, რატო იცით, რომ იმდენად ტკბობა ეს ქება, რომ გაჩერდეს შეიძლება და ყური დაუგდოს. ამასვლა აბა კიდე კარგად მოხევით, ხო? კიდე კარგად მოხევით და ის საქმე გაუკეთებელი რჩება, რისთვისაც იწოდა. აქედან გამომდინარე, ეს ქებაც კი და ან ლანძღვაც ყველა შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ყველა წუთში უნდა გაჩერდე და ყველას პასუხი აძლიო და დაგრჩება მიზანი მიუღწეველი. ასე რომ საუკეთესო მაგალითია თითოეული ქრისტიანისთვის, იმიტომ რომ ვიღაცა მარხულობს თუ ვიღაცა ლოცულობს და იქ უამრავი აზრი შეიძლება გამოეთქვას, მეც მახსოვს ბავშვობაში ეკლესიაში რომ დავიწყე სიარული და პირველი მარხვა რომ შევინახე, სულ ეს მახსენდება, რომ რაღაცა ისეთ უხუცეს ადამიანებთან რომ დავსწრებოდ გურიაში მეუბნებოდნენ. მოდი კაცო ჭავე მარხვა მერეც გვეყოფა. ეს მერე როდის იყო ვერ დავადგინე. აი მერე როდის ხა უნდა გვეყოფა. ეხლა მარხვა და ეხლა უნდა მერეც გვეყოფა, ნუ არ ვიცი რა საპირებდნენ ეს ადამიანები მერე მარხვაში რას გულისხმობენ, მაგრამ აი ესე არის რაღაც
რაღაც ხო უნდა ეთქვათ, რაღაც ხო და ვიღაცა ესე იყო, ვიღაცას პირიქით მოსწონდა, რომ რა კარგია შენ რაღაცა ამ გზას რომ დაადექი. მოსწონდა, მაგრამ ეს მოწონებად რჩებოდა. ეხლა ამათ თუ ყველას შენ ყურადღებას მიაქცევ, იქ იმას პასუხს გასცემ, დარჩება რომ შენ მარხვას შეინახავ მხოლოდ იმით, რომ ხო შეიძლება საკვებით იმარხულო, მაგრამ ვეღარ გააკეთო ის საქმე, რაც მარხვაში შენ გევალებოდა. ამიტომ სიკეთის კეთებისთვის აღარ არის საჭირო რაღაცა მოსმენა იქეთ და აქეთ მოძახილებისა, შეძახილებისა, უნდა აკეთოს ადამიანმა სიკეთე და უნდა იაროს ღვთის გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ ამ სახარების ეს ორი დეტალი რომ არ უნდა ეთქვათ მათ ეს რა რომ მხოლოდ მკურნალი იყო და ის რომ მაცხოვარი არ აქცევს ყურადღებას ვინაც ლაპარაკობს, მასე მე ვფიქრობ ჩვენი დღევანდელობისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ორი დეტალია. აი ესეც სამნიშნავო დეტალი, რაც ბზანეთ ალბათ ამით შევაჯამოთ, რაც მე ბოლო რას თქვენ მაგალითად მოიყვანეთ და მაცხოვრის პირდაპირ მაგალითად რომ მაცხოვრის ყველა ქმედება ჩვენთვის არის ყოველდღიური, იმიტომ რომ მას არაფერი არ ჭირდება თავისთვის ეს სრულყოფილება, რა თქმა უნდა. სრულყოფილება, ყველაფერი ჩვენთვის მაგალითია, ყველა მას ქმედება რომ რაღაცა ის ხდება ხშირად, როცა გვაქებენ, როცა კარგად გავაკეთებ, თითქოს მე რიგინო მოვისმენოთ აბა როგორი იყო და ერთად რჩება რომ და ამით იტკბება მე ადამიანი და აი ამ ტკბობაში ამაზე ერთი ყოველთვის მახსენდება მომიყოლია მის მოუწონდეს რომ მოყვა ესეთი მაგალითი, როცა მოძღვართან მივიდა მორჩილი და უთხრა რომ აი როცა მაქებენო რა ვქნაო და იმიტომ რომ ძალიან მაქებენო და სოფლის ბოლოს სასაფლაოო წადიო და დადექიო მიცვალებლებთან და ისე რა ქვია აბა ისენი რა ლანძღეო მივიდა ლანძღეო რაკენიო არ გამთესახ ხა წადი აქეო წავიდა მოვიდა რაკენიო ვაქეო მე არ გეპასუხესო არა ხო და შენც რო გაქებენო არ უპასუხო რო გლანძღეობენ არ გასახმაო და იყავი შედის რაღაც იდეალურად რომ არც იმაზე უპასუხო არც იმაზე უპასუხო ხო და ღმერთმა ძალა მოგწესო მიცით რა ზდილობის ნორმები მოითხოვს რომ რა ადამიანი გაქებდეს უნდა მოусმინო ხო ღმერთმა ძალა მოგწეს რომ მოусმინო და არ დავიჯეროთ ხო არ დავიჯეროთ აი ორი წუთი გრჩება და ერთ მნიშვნელოვან საკითხს ამინდა გავამახვილო ყურადღება უბრალოდ რაზეც თქვენ გავამახვილეთ ყურადღება აი როდესაც ეკითხება უფალი გჯერა შენ რომ განიკურნები და აი ხშირად აი ჩვენს ცხოვრებაშიც არის ხოლმე ესეთი მომენტები როდესაც ადამიანს რაღაც აწუხებს თქვა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ყოველთვის ეუბნებიან არსებობს თქვა მირომდინარე ხატები სხვადასხვა სიწმინდეები რომელთა შეხებაც თქვა ზეთის შემთხვევაში წასმაც და რაღაც ადამიანს ჯერა რომ ის გადაარჩენს და გამოაჯამრთელებს და ყოველთვის გვესმის ჩვენ რომ აი თუ რწმენით მიიღებ ამ ყველაფერს შენ განიკურნებ. აი რამდენად მნიშვნელოვანია რომ თვითონ ჩვენგანში შინაგანად არსებობდეს აი ეს რწმენა რთულია იმ დროშიც სასწაულები ხდებოდა მათ თვალწინ და არ ჯეროდათ ჩვენ ეს ყველაფერი რწმენის დონეზე გვაქვს ეს ძალიან საინტერესო საკითხია და ვფიქრობ რომ არ იქნება ორიგო ერთ ხელ თუ მოვახერხებ და ამის შესახებ ვისაუბრებ საგანგებოდ და რატომ მოგახსენებთ იმიტომ რომ შეიძლება რწმენა ქონდეს ადამიანს მაგრამ მაინც არ რაღაცა თქვა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და რწმენაც აქვს და ითხოვდეს განკურნებას მაგრამ არ მიეცეს აი რატომ ხდება ეს ამბავი რომ არ ეძლევა ან პირიქით რწმენა აქვს ითხოვა და მიეცა ანუ ისეთი ცოტა ნაკლები რწმენა ქონდა მაგრამ მაინც მიეცა და განიკურნა ძალიან საინტერესო დეტალების ისევ სახარებიდან ჩვენ შეიძლება მოვიხმოთ და ვთქვათ მაგრამ ეხლა მოკლედ რაც შემიძლია გითხრათ ერთი სიუჟეტი გამახსენდება წმინდა წერილიდან, როდესაც პეტრეს ოჯახში მივა სტუმრად და მისი სიდედრე არის დავრდომილი და ხელში ახებს ამ სიდედრეს და წამოდგება ეს ქალბატონი, განიკურნება და დაიწყებს მაშინვე მსახურებას. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, იმიტომ რომ ჩვენ კურნება რომ მივიღოთ, ავდგებით და მსახურებას დავიწყებთ, იქნება და ამიტომაც არ გვეძლება კურნება რომ ჩვენ არ დავიწყებთ მსახურებას. ასე რომ ის სიდედრი, აი როგორ წერია, იცი? ჯერ მაღალი სიცხისგან განთაგული ადამიანი მართლა სიცხე რო დაუწევს, ნუ ისე ცუდად არის, რომ მაშინვე ფეხზე წამოდგომა. ისეთი კურნება მიანიჭა რა მაცხოვარმა, რომ სრული ძალები ქონდა ამ ადამიანს, რომ ამდგარიყო და რა გააკეთა ამ ქალბატონმა, მაშინვე მსახურება დაიწყო. და ემსახურებოდა ვის? მაცხოვარს, ღმერთს. ასე რომ ეს კურნება ხანდახან როცა არ გვეძლევა, სწორედ ამიტომ არ გვეძლევა, რომ ჩვენ არ ავდგებით მსახურებისათვის, სხვა რამისთვის ავდგებით. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ რომ შეიძლება დრო ხო, ამაზე საუბარი კი საინტერესო იქნება. დიდი მადლობა მამაკახაბერს. მადლობა თქვენ